გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის, გამოწერებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. დიდი მადლობას გიხდით ყველას. ესე იგი, დღევანდელი ვიდეო იქნება ცოტა მოკლე ვიდეო იქნება. უბრალოდ უნდა აგიხსნათ შემდეგ ვიდეოში რა იქნება. ცოტა დრო გაგვეწელა და მაგიტო ეხა პატარა ვიდეოს ვიღებ, რომ არ გეგონოთ, რომ არაფერს არ ვაკეთებ, დიდი პაუზა რო არ გამოვიდეს. ესე იგი, X3M-ის ნაწილები წინაზე რო გაჩვენეთ, რომ ჩამოვიდა კოუკაძრავი და რაღაცა, ეგ ნაწილები უკვე გავამზადეთ, ძრავის აწყობას ვიწყებთ. ის დარტონის გილზები რო გაჩვენეთ, ცალკე ჩავსვით უკვე, დაიგილზა ბლოკი გამზადდა. ეს არის ის გილზები, რომელიც უძლებს დიდ წნევას, დიდ ტემპერატურას და ბევრ დატვირთვას. ბლოკი გამზადებულია. გალოკაში ამოვჭერით ეს კოლიცოები რო ჩავსვათ, რომ უფრო მეტ წნევას გაუძლოს და დიდ დატვირთვას გაუძლოს, წნევა რო არ გააპაროს მაღალ დატვირთვაზე. ნუ ეს პორშინები არის გამზადებული უკვე, მორგებულია ყველა ცილინძზე, ეს ციფრები რო აწერია ეს მარკერით, დაწერილი რომ ეს მე-6 ცილინდრისთვის არის და მორგებულია მე-6 ცილინძზე და მაგიტო აწერია ესენი. ესე იგი, ნუ კალენვალი იგივე რჩება. ეს ბოლტები, შპილკები, კლადიშები, ნანახი გვაქვს, შატუნები, ნანახი გვაქვს, დინანის სვეჩები დაგვემატა. ესენი სპორტული დინანის სვეჩებია და მაღალ დატვირთვაზე მუშაობს. ზეთის ნასოსი ახალი გაძლიერებული და გაუმჯობესებული, იმიტომ რომ ამ მოტორებს B58-ებს და S58-ებს პრობლემა აქვს, კი ბატონო, წინა ვიდეოში ვთქვი. აფტერმარკეტია ეგ ნასოსი. აფტერმარკეტია, კი ბატონო. ჩამოგვივიდა დამატებით კარობკის შიდა ფრიქციონები და სეპლენიები. ყველაფერი ამ ყუთებშია ეგ ყველაფერი. ნუ იქ რასპედლებია იცით. ესენიც ნანახი აქვთ, კლაპნი, პრუჟინები იცით. ეს ბოლტები ჩამოგვივიდა პლუს კიდე ცუგოებო გაიწიეთ. დიდი კულერი, რომელზეც ბევრი პორტია და შეგვიძლია კიდე დაუმატოთ რაღაცეები მოდიფიკაციის მიხედვით. გაგრილება არის ეს? ეგ არის ძრავის გაგრილება, ტურბინის გაგრილება არის. ტურბო რო ცხელ ჰაერს დაუბეროს, მაგან უნდა გააგრილოს, რომ შეიტანოს ცივი ჰაერი ძრავში. 28-ში არის თვის ბოლოს არის შეჯიბრი რა. წესით მოვასწრებთ ამ შეჯიბრისთვის დრაგზე უნდა მოვასწროთ აწყობა, მოტორის აპკატკის გავლა, ნუ იქ მარტო აწყობა და აპკატკა არ არის, მე იქ არის ნასტროიკა, მორგება და მთელი 1000 ღამე უნდა გავათენოთ, რომ მანქანა გავასწოროთ. პლუს ტურბინები რაც გვეყენა მანამდე, ეხა სხვა ტურბინები გვაქვს შეკვეთილი და მალე ჩამოვა ის ტურბინები. სავარაუდოდ ტურბინები ვერ მოგვისწრებს, ჯერ აპკატკას ვივლით ძველი ტურბინებით რაც გვეყენა და მე დავაყენებ დიდ ტურბინებს. და უფრო მეტ წნევას დაუბერავთ, იმიტომ რომ ის ტურბინები უკვე პრიძელზე იყო. ბიჭები, ტატო და ჯუგომ რო იარა 9-1-ში, 9-2-ში და 9-3-ში X-ი ვერ ივლის, მაგრამ სხვა BMW-თან შედარებით 10-ზე დაბალში უნდა იაროს. 10 და 1-ში მანამდე დადიოდა, ყოველდღე აქ ბანზე რო ტესტავდით 10-1-ში დავდიოდით 400 მეტრს, მაგრამ რუსთავში სამწუხაროდ ეგ შედეგი ვერ დავდივდით, იმიტომ რომ ძრავი გაფუშტა, პორშინები ჩადნა. ამიტომ 10-ზე ნაკლებში უნდა იაროს წესით, ჩემი გათვლებით. M3 და M4 შეიძლება კი გაასწროს. არის მაგის შანსი. F90 ან ორი მანქანით უნდა გამოვიდე მაკლაში, F90-ით და წესით ამ X3M-ით. ამის მე პატრონე მიდის დასასვენებლად, რამოდენიმე ერთი თვე X3M-ის პატრონი მიდის დასვენებლად და სადღაც მე მგონი ერთი თვე არ იქნება და მე მომიწევს ამ მანქანის აპკატკის გავლა, ნასტროიკა და შეიძლება დრაგზეც მე გამოვიდე, თუ ვერ ჩამოვიდა მე პატრონე. თუ ჩამოვიდა მე პატრონე გამოვა, თუ არა და მე გამოვალ დრაგზე მაგ მანქანით. ამიტომ 28-ში მიგულშემატკივრეთ ორი მანქანით უნდა გამოვიდე. მეორე F90-ის M5-ით. რაც წინაზე იყო, მაგ მანქანით გამოვდივარ, ეხლა მე ვჯდები რულთან და ვნახოთ უნდა გავაუმჯობესო შედეგი. 99-ში ვიარეთ წინა შეჯიბრზე მაგ მანქანით, მე არ მივლია მე პატრონე მიარა და ვცდილობ, რომ ეგ დრო ისევ გავაუმჯობესო. რაც თავარი ეგ მანქანა, მაგ მანქანაზე აყენია მარტო დაუნფაიფი, აყენია ფილტრები. დანარჩენი ყველაფერი, კარობკა, ძრავი, ყველაფერი არის ქარხნული. არაფერი, არანაირი მეთანოლი, უბრალოდ სპირტზე E50-ის მეპი ქონდა გაკეთებული. მადლობა გიგა ჟორჟოლიანს, ესეც საოცარი პროგრამისთვის. ყველას გირჩევთ, პროგრამა თუ დაგჭირდებათ, გიგა ჟორჟოლიანს მიმართეთ. საოცარი ბიჭი არის. არა მარტო პროგრამირებაში, არამედ კაცობაშიც და გაგებაშიც და გენაცვალე გიგაშე. 28-ში არის. სანამ 28-ში დრაგი იქნება, მანამდე რა არ ხდება რუსთავში?
მანამდე იერა გურამას იცის ხოლმე როგორ შეიყვანოს ბაზარი უცებ რა. ესე იგი მანამდე დაწყებულია ყველას გეცოდინებათ წრიული რბოლა დაიწყო E90 პირველი ეტაპი იყო უკვე E90-92-ის კლასში. მესამე სერიების კლასი არის ძარიანი ავტომობილის შეჯიბრი არის. ერთი ეტაპი იყო, ეხლა კვირას იქნება მეორე ეტაპი. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამ შეჯიბრებაში ჩავერთო, რომელთვისაც საქართველოს ჩემპიონატში ჩავერთო, რომელთვისაც ჭირდება სპონსორი. ჩემი ხარჯებით მე მაგ ხელა ფინანსებს ვერ გავიღებ, რომ მაგ ავტოსპორტში ვიარო. თუ ვინმე ხარ დაინტერესებული სპონსორობით, დამიკავშირდით და ვიმეგობროთ, ვითანამშრომლოთ და გავაკეთოთ საქმე ერთად. კი ბატონო, YouTube არხზეც გაკეთდება რეკლამა სპონსორის და პლუს ვიასპარეზებ თავისთავად ეხლა რო ვიასპარეზებ, მაგასაც გადავიღებ და ეგ ყველაფერიც YouTube-ზე დაიდება, როგორ ჩატარდა შეჯიბრი, როგორ ვიარეთ და ასე შემდეგ. რო აღარ დავწუმრანთ ეხლა გავარკვევ ყველაფერს. ეს მოტორი რო აიწყობა, ყველანაირ დეტალს გადავიღებთ, როგორ გავიარეთ, როგორ დავდივართ, ლოგებს როგორ ვიღებთ, როგორ ვანასტროიკებთ, ბანზე რო ტესტავთ, ყველაფერი იქნება შემდეგ ვიდეოში. ამიტომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს და გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ ვიდეო რო დაიდება, ამოგიგდოთ ეგრევე. ამ ვიდეოში ახლა დაგემშვიდობებით, ეს იყო პატარა ვიდეო, რომ დიდ ვიდეოს ვამზადებთ ამ ძრავის აწყობის და გამართვის და მთელი ამბების და დიდი პაუზა რო არ ყოფილიყო ჩემ YouTube არხზე, ამიტომ გავაკეთეთ ეს პატარა ვიდეო. გამოიწერეთ არხი, რაც თავარია, რომ გავაგზავნოთ მოღვაწეობა YouTube-ისთვის და სტიმული მქონდეს, რომ ბევრი ვიდეო გადავიღო და დავდო. ამიტომ გეხვეწებით, გამოიწერეთ არხი. გაუზიარეთ ყველას, რომ გამოიწერონ არხი. იმიტომ რომ რო უყურებ უმეტესობა, ვინც მიყურებს, უმეტესობას გამოწერილი არ აქვს და ამიტომ არა უნდა რა ერთ დააჭერ და всё რა. კარგად ბრძანდებოდეთ. Goodbye. მოიცა, არ გამორთო. არ დამთავრებულა ვიდეო, ტყუილა დაგემშვიდობე. ბონუსად მინდა შემოგთავაზოთ Rolls-Royce Phantom-ი. აი თავის თიღება კაპოტი. აი მანქანა. 12 ცილინდრიანი 6775 ლიტრიანი. აგერ დამადასტურებელი მოწმობა. მაგას ქვია 6.75 მიასედი ლიტრის მოცულობის V12 ძრავი. აი ჩემო ძმაო. რა ძრავია ეს? 12 ცილინდრიანი. და რა ძრავია? სიმსოტის ძრავია. ვისი? ვერ გავიგე. სიმსოტის S65-ის. რომელის? S65-ის. ასმე ლაპარაკი. S60 კუზავო არის? მე რო არ მივახსენე. მეშვიდე სერია. მე რო არ $100-ში რო ყრი. მე რო არ მიყვარს. ეგ ძრავია ფორსირებული. ხო. გაძლიერებული. გადადებული კალინოალი დაიმო. მაგრამ სხვა შორისე ბევრი ნაწილი აქვს ყოფში სხვა, ხო? კი ბატონო. რაღაც პატარ-პატარა სერვისის ჩატარება უნდა და რაღაცებს ვაკეთებთ. ხო. თქვენთან უკაცრავად Rolls-Royce-ით სერვისდება? ესეც BMW-ია, ძმაო. განა BMW, BMW. ბაირში მოდოღენბეკე, ხო? ხო. ეგ არის. ეხლა კიდე ნახვამდის. წინ დიდი ღამე გველის უნდა გავაკეთოთ Rolls-Royce. ეხლა მართლა ნახვამდის. ბოქში არ მეტევა იმ ხელა მანქანაა. წელს პადიუმი. რა ვიცი. პადიუმი ესე თუ დამიკეცა მე ნახე. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ზეგლი, მონუმენტია, მანქანა კი არა. ზეგლი გადაადგილება 4 ხორბალზე. კი, სამოგ რო დაგქო ეს გაიხსნება და ამოამერ.